11-18 აპრილს თბილისის ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს ტურნირი სპორტის სასახლეში გაიმართება და მასში მონაწილეობას 45 ქვეყნის 400-მდე სპორტსმენი მიიღებს. უკვე შექმნილია შეჯიბრის საორგანიზაციო კომიტეტი, რომლის ხელმძღვანელიც ირაკლი მეძმარიაშვილი იქნება. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ ჩავატარეთ ეს ჩემპიონატი როგორც ჩვევია მაღალ დონეზე და შესაბამისად ეს იყოს იმის მაჩვენებელი, რომ საქართველოს შეუძლია აწიოს ის ტვირთი ორგანიზებისა მაღალი დონის ტურნირებისა, რომელსაც ჩვენ ჩავუყარეთ საფუძველი. უშინ შევიტყვეთ, რომ როგორც მსოფლიო ჩემპიონატი ჯამდება შარშანდელი და წერამანდელი სალიცენზიო ეტაპი, ასევე ევროპის ჩემპიონატის სალიცენზიო დაარსდა წელს, ანუ თბილისის ევროპის ჩემპიონატი და მომავალ წელს ევროპის ჩემპიონატი ჯამდება და მიეცემა ქვეყნებს დამატებითი ლიცენზიები, რაც ერთ-ერთი შანსია ჩვენ ქვეყნისათვის დამატებით ერთი ლიცენზია იმის გარდა, რაც 3-4 ვარაუდობთ და იმის გარდა, რაც შეიძლება მოვიდეს.